არსებობს დღეები, რომლებიც რთულად გადასატანია და არსებობს დღეები, რომლებიც ძალიან ბევრი შრომის ნიადაგზე გაგჭირვებია რომ გადაგეტანა, მაგრამ ვაინც გადაგიტანია. არსებობს დღეები, როდესაც ბევრი ტკივილი გადაგიტანია და საკუთარ თავს ამ ჭიდილში ამყოფებ. ხო და ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს როგორი ადამიანი ყავს გვერდით. ამიტომ გახსოვდეთ, რომ სიყვარული არ არის ტკივილი. სიყვარულს არ მოაქვს ტანჯვა. სიყვარული ნამდვილი ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჰარმონიას, ბედნიერებას და საკუთარ ადამიანზე ორიენტირებას, ზრუნვას. ამიტომაც ყოველთვის ეცადეთ, რომ აირჩიოთ ადამიანები, რომელსაც მთელი გულით ეყვარებით და რომლებიც შეგიყვარდებათ მთელი გულით, შემდეგ აუცილებლად ტოქსიკურ ადამიანებს ნუ შეაკლოთ თქვენს ახალგაზრდობას, თქვენს ასაკს ნებისმიერ, თქვენს პერიოდს, თქვენს ძვირფას დროს. ეს ყველაფერი აუცილებლად გაითვალისწინეთ. ეხლა კი საჯარო გარსლა იყოს სახელწოდებით, რას მოგწერთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, როცა მოგწერთ. ერთადერთი რასაც მოგწერს არის ის, რომ შენს გარეშე ძალიან ცუდად იყო, ქონდა პრობლემები და ძალიან უყვარ ხარ. ეს მესიჯი აუცილებლად დილის საათებში მოგივათ და ადამიანი აუცილებლად გამთენიოდან იქნება თქვენზე ფიქრებში გართული. ხამებსაც კი ათენებს, მაგრამ ხამების თენება მარტო რაც კიდანს, თუ ხასიათი არ გიდეს, რომ რაღაც ერთი აქტიურობა, აბა მითხარი.